მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს ავთო გვასალია გაგაცნობთ. ევროსაბჭოს მოწოდება დიალოგისკენ და განსხვავებული პოზიციებით თბილისში. ოპოზიცია ევროპული საბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტს კრიტიკულად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტებს დიალოგი არ სურთ და ორი პირობა აქვთ. ხელახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება. ქართული ოცნება ოპოზიციას არაკონსტრუქციულობაში ადანაშაულებს. ხელისუფლებაში მოლოდინი არ აქვთ ოპოზიციის წარმომადგენლები ევროსაბჭოს რეკომენდაციას გაითვალისწინებენ. სალომე უერთაშვილი გაგვაცნობს რა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ მხარეები. სალომე პირდაპირ ეთერში ხარ. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის დასრულების შემდეგ დღეს დილიდან თბილისში კეთდება კომენტარები და შეფასებები მის მიერ დატოვებულ გზავნილებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი გზავნილი იყო დიალოგისკენ მოწოდება, რომელიც ალენბერსეს აზრით დაასრულებს პოლარიზაციას ქვეყანაში. თუმცა როგორც დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, მათ აქვთ ორი მთავარი მოთხოვნა. ეს მოთხოვნები არის ხელახალი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება. შესაბამისად ისინი ფიქრობენ, რომ დიალოგი ამ ეტაპისთვის შეუძლებელია შედგეს რაიმე სხვა საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ იმასაც, რომ ის გზავნილები და ის განცხადებები, რომელიც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა გუშინ თბილისში გააკეთა, აცდენილია იმ მოცემულობას, რომელიც ახლა ქვეყანაში არის. მისი განცხადებების რაღაც ნაწილი არის აცდენილი რეალობას, იმიტომ რომ საქართველოში დღეს წითელი ხაზი არის უკვე გადალახული ყველა მიმართულებით, ანუ კონსტიტუციური წესრიგი არის მორღვეული ხა. კონკრეტულ კანონებზე ვლაპარაკი, ეს იგივე არ უცე ხა, იმდენად არათემატური გახავთ, როგორც არის, რა ვიცი ხა, ანაბრების დაბრუნებაზე რო დავიწყოთ, ლაპარაკი დიალოგი ძალასთან, რომელსაც აქვს დიქტატურა დამყარებული, პოლიტიკური ტყვეები ყავს აყვანილი და ქვეყნის კურსი აქვს შეცვლილი, ფიზიკურად წარმოუდგენელია. თუ ის იმ ნაბიჯებს გადადგამს, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვითხოვთ, ამის შემდგომ, რა თქმა უნდა, გარკვეული საუბარი კიდევ შეიძლება. ის გასცდა თავის მანდატს. მისი მანდატი არ არის რაღაცა ჯგუფების შექმნა და დიალოგის დაწყება. არ არის მისი მანდატი. მათ უნდა შეეფასებინათ ადამიანის უფლებების დარღვევები საქართველოში და ამას უნდა ყოფილიყო ყველაფერი აწყობილი. რაც შეეხება სახელისუფლებო პარტიას, მართლ გუნდში ამბობენ, რომ არაერთხელ გაჟღერდა ალენბერსეს მოწოდებამდე პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც გზავნილი, რომ ის მზად იყო ნებისმიერი სახის კომუნიკაციისთვის, თუმცა ამაზე მათი ოპონენტები ყოველთვის უარს აცხადებდნენ. როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, მათ ოპონენტებს არ სურთ დიალოგი, რადგან მათ არ აქვთ არაფერი საზოგადოებისთვის სათქმელი. შესაბამისად, ქართულ ოცნებას ახლა არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ოპოზიცია იმ გზავნილს, რომელიც ალენბერსემ დატოვა, გაიზიარებს. დიალოგის თემაზე სანამ მოგვიწოდებდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ არაერთი განცხადება გააკეთა და შესთავაზა დაინტერესებულ პირებს, რომ ის მზად იყო, მისულიყო და ამ დიალოგის ფორმატში განეხილათ ნებისმიერი საკითხი, რაც დაინტერესებული პირებისთვის იქნებოდა აქტუალური. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ მათ არათუ ვერ გაბედეს, მათ შეეშინდათ, რომ ამ დიალოგის ფორმატში შემოსულიყვნენ. დიალოგის ფორმატში შესვლა მათთვის არის წამგებიანი, იმიტომ რომ რეალურად საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვს. ყველა მიზეზს იშველიებენ იმისთვის, რომ ამ ველში არ შემოვიდნენ. რაც შეეხება განცხადებას და მოთხოვნებს, რომელსაც რადიკალები აყენებენ, აბსოლუტურად აბსურდულია. ოპოზიციას დიალოგის რესურსი არ გააჩნია, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია თავიდანვე შექმნეს, ჩამოაყალიბეს და გამოზარდეს როგორც ექსტრემისტული ორგანიზაციები. პოლიტიკური ტერორისტების დიალოგისკენ წამოყვანა ცოტა შეუძლებელი რამ არის. მათთვის ნებისმიერი დიალოგი მიუღებელი იყო ყოველთვის. გამოზარდეს აი მუცხველმა მხარდამჭერებმა არა დემოკრატიული ოპოზიცია, არამედ ექსტრემისტული ძალა საქართველოში, რომელსაც არც დიალოგის, არც დემოკრატიული პროცესის, არც კანონიერების აღქმა არ გააჩნია. ალენბერსეს ვიზიტი საქართველოში უკვე დასრულებულია. ის 4 დღის განმავლობაში შეხვდა ყველას, ვისაც სურდა, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვედროდა. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ორჯერ შეხვდა, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე. ის შეხვდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესაც, ასევე სახალხო დამცველს. შეხვედრები გაიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებთან და ჟურნალისტებთანაც. მადლობა, ეს იყო სალომე უერთაშვილი.
პოლიტიკური დისკუსიის ადგილი პარლამენტში, ასეთია ხელისუფლების პოზიცია დიალოგთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 4 ოპოზიციურ პარტიას 61 მანდატი აქვს, რისი გამოყენებაც საკანონმდებლო ორგანოში დიალოგისთვის შეუძლიათ. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებაა დასხდნენ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან. ოპოზიციისგან უარია. საქართველოს პრემიერი კი ხელისუფლების ოპონენტებს ევროსაბჭოს ხელმძღვანელზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ბატონი ალენ ბერსე გახლავთ ევროსაბჭოს პირველი პირი. ის არის ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, ხო, ეს ერთი. მეორე ეს ადამიანი არის ადამიანი კონკრეტული წარსულით, ის ორჯერ იყო შვეიცარიის პრეზიდენტი, სხვადასხვა დროს არაერთ გზის იკავებდა შვეიცარიაში მთავრობის წევრის, მინისტრის თანამდებობას. მას ზურგს უმაგრებს თავისი წარსული და დღეს ის არის ევროსაბჭოს პირველი პირი, ხომ? თქვენ იცით, რომ პირზე აკერიათ მათ სიტყვა მასშტაბადამე და ეს სიტყვა უკავშირდებოდა სწორედ საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში და დღეს ამ ევროსაბჭოს ხელმძღვანელია ალენ ბერსე, რომელსაც ისინი უწოდებენ საეჭვო კაცს და მისი თანამდებობაც არ მოსდით მაინც და მაინც თვალში. აქედან ჩანს რა, რომ სადაც მათ დაინახეს ელემენტარული ობიექტურობა, მაშინვე თავს დაესხნენ კონკრეტულ ევროპელ პოლიტიკოს. ეს მეტყველებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის უმძიმეს მდგომარეობაზე. მე მათ ადგილზე, ღმერთმა არქნას მათ ადგილზე როდეს მივიყო, მაგრამ რომ წარმომიდგენია პრაგმატულად, რას გავაკეთებდი მათ ადგილზე, რა თქმა უნდა, ასეთი თავდასხმებისგან თავს შევიკავებდი პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ყველაფერს რო თავი დავანება, თუმცა იმდენად მძიმეა მათი ემოციური მდგომარეობა, რომ ვერ მოახერხეს აქ ემოციურად თავის შეკავება. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც მათ საბოლოო ჯამში გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ევროსაბჭოს ხელმძღვანელს. ოპოზიციისთვის პოლიტიკური გზები არის მიუღებელი გზები. ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს უკვე ექსტრემიზმში გადაზრდილ ჯგუფებთან. რა დიალოგზია საუბარი მათი მხრიდან, როდესაც ადამიანმა, რომელმაც სიტყვა დიალოგი ახსენა და პოლიტიკურ ჩარჩოებს და ასე ვთქვათ მოქმედება ახსენა, პირდაპირ თავს დაესხნენ ზიზღით, რუსეთის აგენტად გამოცხადებით და ამათ წარმოდგენაში უფროსობასთან უჩივლეს თან, ასე ვთქვათ, წერილი მიწერეს ევროსაბჭოს, რომ განიხილეთ ეს ადამიანი დასაჯეთ, ასე ვთქვათ, მოკვეთეთ და შეაჩვენეთ. აი ნაცობა, როგორც ასეთი, ხო? სხვა რამე კი არ არის. პირდაპირ წარმოაჩინა სახე ქართულმა ოპოზიციამ და NGO სექტორმა ევროსაბჭოს მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის დონეზე შეგვარცხენეს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მათ ნარატივში არ ჯდება, პირდაპირ ხდება მისი ასე ვთქვათ სტიგმატიზება როგორც რუსეთის აგენტისა და მორჩა მე იმის შემდეგ იმის მიმართ ყველაფერი შეიძლება. აი ეს ზუსტად ის ბოლშევიზმი, ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც დღეს მათ შორის გარედან წაქეზებით საქართველოში არის. ერთადერთი, ვინც ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას, ეს გახლავთ ქართველი ხალხი. რაც შეეხება ამ ლეგიტიმაციის ძებნას სხვადასხვა განცხადებაში თუ ქმედებაში, ეს არის ოპოზიციის ვასალური მენტალიტეტის კიდევ ერთი წარმოჩინება. 26 ოქტომბრის არჩევნებზე EUTO-ოდირმა დასკვნა 55 დღეში მოამზადა. დოკუმენტში წერია, რომ პროცედურულად საარჩევნო დღე მთლიანობაში კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი. EUTO-ოდირმა შეაფასა საარჩევნო პროცესის შესაბამისობა EUTO-s პრინციპებთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან. შემაჯამებელ ანგარიში დეტალურადაა საუბარი როგორც მიღწევებზე, ისე ხარვეზებზე. პირველად საარჩევნო უბნების უმრავლესობაში გამოყენებული იყო ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმის დამთვლელი და ასევე წინასწარი შედეგების გადამცემი ელექტრონული მოწყობილობები. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ეს მიიჩნია პოზიტიურ ზომად, არჩევნების დღის პროცედურების სამართლიანობისადმი ნდობის გასაზრდელად, საერთაშორისო კარგი პრაქტიკიდან გადახვევით CESCOM არ მისცა ძირითად დაინტერესებულ მხარეებს სრული წვდომა პროცესებისადმი და დოკუმენტაციისადმი, რომელიც დაკავშირებული იყო მოწყობილობებთან და შესაბამისი აუდიტის ანგარიშები გამოქვეყნდა მხოლოდ არჩევნების დღის შემდეგ, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას და აძლიერებს შეშფოთებას მოწყობილობების მოწყვლადობასთან და ამომრჩეველთა ვინაობის გასამჟღავნებლად პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგადად და პროცედურულად არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ჩატარდა, მაგრამ გამოვლინდა დაძაბული გარემო. ხშირი კომპრომისები ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევისა და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობის ფონზე. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა დაშინებისა და წნეხის შესახებ, რაც ნეგატიურად
ნეგატიურად აისახა პროცესებისადმი საზოგადოების ნდობაზე. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას არჩევნების შემდგომი უშუალო პრობლემების გადაჭრაში და იმუშაოს მომავალი არჩევნების გასაუმჯობესებლად. ამ და წინა ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის გადახედვით. ეუთოოდირის ანგარიშს აფასებენ ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დასკვნა ისტორიულად მკაცრია მთელი საარჩევნო პროცესის მიმართ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დასკვნის მიხედვით საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები არის არალეგიტიმური. ეს დასკვნა, რომელსაც უპრეცედენტოდ ვაყოფითი, ამდაგვარი ნეგატიური დასკვნა პრაქტიკულად არც ერთ არჩევნებში საქართველოს ჩატარებულ არც ერთ არჩევნებზე არ ყოფილა. პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნების შედეგად მიღებული შედეგები არის არალეგიტიმური, შესაბამისად არჩეული პარლამენტი არის არალეგიტიმური და ერთადერთი გამოსავალი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ჩატარება სწორედ იმდაგვარად, რომ ქართულმა ხალხმა დაიბრუნოს მისი ფუნდამენტური უფლება. ამ დასკვნაში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, თუ რა ტიპის დარღვევები იყო და ყველა ნაწილში ის ნაწილები და ის კომპონენტები, რაც შეადგენს მთლიანობაში დემოკრატიული საერთაშორისო სტანდარტის მქონე არჩევნების სურათს, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აქ არის ძალიან მძიმე დასკვნები. ეუთოოდირის დასკვნაზე შეფასებებს აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრის სადამკვირვებლო მისიას მადლობას უხდის. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეუთოოდირმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სათანადოდ შეაფასა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პოპულაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ეუთოოდირი მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოს შემდგომი განვითარებისთვის. ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთოოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ. მე მინდა გადავუხადო მადლობა ეუთოოდირს, რომელმაც მიუხედავად აგრესიული თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთოოდირი გამოთქვას ზავთყოფნას ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის. მე მინდა გაგაცნოთ ის ძირითადი შეფასებები, რომლებიც გვხვდება ეუთოოდირის ტექსტში. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობა მთლიანობაში ქმნიდა ადეკვატურ ჩარჩოს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. პარტიების რეგისტრაცია სათანადოდ განხორციელდა და არჩევნები ამორჩეულს ფართო არჩევანს სთავაზობდა. საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების საშუალება, მედია იყო დივერსიფიცირებული, არჩევნებისთვის მომზადების პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ტექნიკური ასპექტების ადმინისტრირებას ეფექტიანად ახორციელებდა, არჩევნების დღე მთლიანობაში პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მართული, კანონმდებლობა უზრუნველყოფდა არჩევნებზე აქტიურ დაგვირებას მოქალაქეებისა და უცხოელი დამკვირვებლებისათვის. ასევე ეუთოოდირს ორივე მხარე მიაწოდა ინფორმაცია იზოლირებული ძალადობრივი ინციდენტების შესახებ, ანუ საუბარია მხოლოდ იზოლირებულ ინციდენტებზე. რა თქმა უნდა, დასკვნაში, როგორც ნებისმიერი ქვეყნის შემთხვევაში, აქაც წარმოდგენილია გარკვეული კრიტიკული შენიშვნები, მათ შორის საუბარია ხმის ფარულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 76%-ში, უბნების 76%-ში, სადაც წარმოებდა დაგვირება, ეუთოოდირმა საერთოდ ვერავითარი ხარვესი ვერ დაადგინა. სხვა შემთხვევებში იყო ცალკეული ხარვეზები, რაც იქნა იდენტიფიცირებული. ეს უკავშირდებოდა ბიულეტენების არასწორად შეყვანას, უბნის არასათანადოდ მოწყობას, ეგრეთ წოდებულ გაჟონვას, ვიდეო გადაღებას და ამ შემდეგ. ვიდეო გადაღებაზე მინდა შეგახსენოთ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა იყო ვიდეო გადაღება წარმოებული იყო საარჩევნო უბნებზე, აქედან გამომდინარე, რთულია ეს საკითხი დარღვევად ჩაითვალოს, გარკვეული ხარვეზები იქნა იდენტიფიცირებული საჭიროების განხილვის პროცესში, ასევე ერთ-ერთ პრობლემად, თავარ პრობლემად უბრალოდ იქნა განხილული პოლარიზაცია, როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე მედიაში. ეს არის ის საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენს გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია. მთლიანობაში ეუთოოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული, ეს იკითხება ეუთოოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ეუთოოდირს.
მნიშვნელოვანია, რომ ეუთო ოდრის მისიამ მზადყოფნას გამოთქვას ითანამშრომლ საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ანგარიში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების დღეს უბნების 90%-ზე მეტში საარჩევნო პროცესის შეფასდა დადებითად. ნიშანდობლივია, რომ ანგარიში გაკრიტიკებულია ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობა თავიანთი წარმომადგენლების საარჩევნო დამკვირვებლად წარმოედგინათ და შეეგზავნათ საარჩევნო უბნებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეუთო ოდრის ანგარიში ხაზგასმულია საქართველოს წარმავალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, რომელმაც როგორც ანგარიში წერია, აქტიური როლი შეასრულა საარჩევნო კამპანიაში, როდესაც ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა წინასაარჩევნო კოალიციებისა და მთავრობის დაკომპლექტების თაობაზე, რითაც პოტენციურად გავიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ნეიტრალური არბიტრის მანდატით. ანგარიში ასევე მოხდა ისვედის პარადოქსული ქცევა, რომელმაც უარი თქვა პარალელურ დათვლილებას. სრულად დაიმსხვრა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ნარატივი უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვის შესახებ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი საბაბიც კი იყო. ამას გარდა შეგახსენებთ, რომ უცხოელთან კომუნიკაციისას სალომე ზურაბიშვილი ამ ბრალდებას საპარლამენტო არჩევნების შეუმდგარად გამოცხადებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებდა. ამ ხმაურიანი ცრუ კამპანიის ფონზე მართლაც გამანადგურებელია მათთვის, რომ ეუთო ოდირს ეს საკითხი არათუ პრობლემურად, საერთოდ ნახსენებიც კი არ აქვს ანგარიში სრულად განადგურდა რადიკალური პარტიების, NGO-ების და სალომე ზურაბიშვილის ცრუ ბრალდება 300,000 ხმის გაყალბების შესახებ. მითი ბიულეტენების მონიშნვის საყოველთაო გაჟონვის შესახებ საბოლოოდ დაიმსხვრა. ეუთო ოდრის ანგარიშის თანახმად მათ დაკვირვების 94%-ში მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა საერთოდ არ დაუფიქსირებიათ. დაკვირვების მხოლოდ 6%-ში მართალია დააფიქსირეს მარკირების მეორე მხარეს გამოჩენის შემთხვევა, თუმცა მათი შეფასებით ამას მხოლოდ პოტენციურად შეეძლო ფარულობის დარღვევა. შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი ეუთო ოდირის კრიტიკული დასკვნით დაიწყო, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებს ეხებოდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წაიკითა ეუთო ოდირის დასკვნიდან მცირე ამონარიდი. მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემის უფლება გარანტირებულია კონსტიტუციით, სხვადასხვა შეზღუდვები მაინც არსებობს. ასეთი შეზღუდვები ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს და საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლების საერთაშორისო სტანდარტებს. მეორე, ამ არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ მუქარის და ძალადობის გაზრდილმა რაოდენობამ გამოიწვია მნიშვნელოვანი შეშფოთება და შექმნა პრობლემები კომისიის წევრების დასახელებაში. მესამე, კამპანია ხშირად გამოირჩეოდა აგრესიულ, კონფრონტაციული და წამქეზებული რიტორიკით, მათ შორის პირადი თავდასხმებით. კამპანიის დროს იყო ძალადობის, მუქარის, აგრესიული ქცევის ფაქტები კამპანიის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების და ამომრჩევლების მიმართ. მეოთხე, შემაშფოთებელია ჟურნალისტების დაშინებისა და შევიწროების მზარდი შემთხვევები, მათ შორის ძალადობა და მათზე პოლიციის მხრიდან თავდასხმა. მეხუთე, ოდირის წინა რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული. ეს არის ამონარიდი ეუთო ოდირის დასკვნიდან, რომელიც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წლის 5 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს. თურქეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. მაკა ბოჭორიშვილსა და ალი ქან ორბანის შორის შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. მხარეები განსაკუთრებულად მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მჭიდრო ორმხრივ თანამშრომლობას. განიხილეს დღის წესრიგის აქტუალური საკითხებიც. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ რეესტრში რეგისტრაცია ოფიციალურად შეუჩერდა. რეესტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება 2023 წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე მიიღო. თუმცა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარვეზი უკვე აღმოფხრილია და კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელებულია. ამ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში დილიდან კეთდება შეფასებები, რომელსაც ლევან ფანცხავა გაგვაცნობს. ლევან, რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამ საკითხთან დაკავშირებით?
დიახ, ამ თემაზე რამდენიმე წუთის წინ პასუხობდა კურიერის კითხვებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, როგორც გივი მიქანაძე ამბობს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება რეგისტრაციის დროებით შეჩერებას, არანაირი გავლენა არ აქვს დიპლომების აღიარებაზე, ასევე გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აქედან გამომდინარე გაურკვეველია მიზანი, რა ქონდა ეგ არის, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, გივი მიქანაძე აცხადებს, რომ მიმდინარე წლის სესიაზე საკომიტეტო მოსვენების დროს დეპუტატებმა არაერთი მიმართულებით იმუშავეს, განიხილეს არაერთი განცხადება და რეკომენდაცია, რომელიც საბოლოო ჯამში არის უკვე გათვალისწინებული და როგორც მიქანაძე ამბობს, გასაჩივრების შემდეგ ის იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი დაუბრუნდება ძველ ჩარჩოებს, რომელიც აქამდე არსებობდა. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არანაირი გავლენა ამ რეგისტრაციის დროებით შეჩერებას არ ექნება არც დიპლომების აღიარებაზე, არც დამატებითი გრანტების მოპოვებაზე უნივერსიტეტებისა და სტუდენტების თუ პროფესორ-მასწავლებლების მიერ, არც გაცვლით პროგრამებზე. ეს პროცესები წარიმართება ისევე, როგორც აქამდე იყო და ამ დროებით შეჩერებას არანაირი გავლენა არ ექნება. რაც შეეხება თვითონ ამ პროცესებს, პირველ რიგში ეს არის შეფასებული 2023 წლის მოცემულობებით, რაც რა თქმა უნდა არასწორი არის, იმიტომ რომ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე მთავრობის ინიციატივით, რომელიც მომზადებული იყო განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ჩვენმა კომიტეტმა, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა განიხილა არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შემდგომში პარლამენტში იყო წარდგენილი და მინდა გითხრათ, რომ ძირითადი რეკომენდაციები შესრულებულია. სამწუხაროა, რომ მათ დასკვნა დააფუძნეს 23 წლის მდგომარეობას და არა იმ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც როგორც პარლამენტის მიერ, ასევე სამინისტროს მიერ გადაიდგა 24 წლის განმავლობაში. ამიტომ ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ამ გასაჩივრების საფუძველზე წარდგენილი იქნება ყველა დეტალური ცვლილება, რომელიც როგორც საკანონმდებლო, ასევე სამინისტროს დონეზე და პრაქტიკულ დონეზე იქნა განხორციელებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იქნება მხედველობაში გატარებული და ეს შეჩერებული რეგისტრაცია აღდგება. ამ კონკრეტული მიმართულებით აქცენტს არ აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათი ნაწილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ყველა უწყებაში არსებობს გამოწვევები და გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც განათლების სამინისტროა. ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები, რაც აისახება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე, უსაფრთხოებაზე, განათლების ხარისხზე, ჯანდაცვის ხარისხზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოში გვქონდეს ევროპული ხარისხის განათლება თუ ჯანდაცვა თუ უსაფრთხოება, ეს ინსტიტუტები დღეს ემსახურებიან არალეგიტიმურ მთავრობას. ეგ არის მხრიდან რეგისტრაციის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პირველმა კანონმდებელმა შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას განათლების სამინისტრო გაასაჩივრებს და ამ მექანიზმებით იმოქმედებს ის და მისივე განცხადებით რეგისტრაციის შეჩერებას უნდა ითქვას, რომ კავშირი არ აქვს დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის წევრობა არის კარგი, მაგრამ კიდევ არანაირი კავშირი ამას დიპლომების აღიარებასთან თუ სხვა პრაქტიკულ საკითხებთან, რომელიც მნიშვნელოვანი არის სტუდენტებისთვის და უმაღლესასწავლებლად არ არის. ასე რომ ესეც ტყუილი, რაც შეეხება ამ შეჩერებისთან დაკავშირებულ საკითხს, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო. ამიტომაც წელს საქართველოს პარლამენტის საქართველოს მინაიდეს გახდა საკანონმდებლო საკითხი, რომელიც ამ ორგანიზაციის წარმოდგენით არ შეესაბამება გარკვეულ სტანდარტს, არაფერი განსაკუთრებული არ არის სხვათა შორის, საკითხია იმაზე თუ ამა თუ იმ ასე ვთქვათ დანიშნულებთან დაკავშირებით როგორ უნდა იყოს საკანონმდებლო რეგულაციები და არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, ეს ჩასწორდა ეს საკანონმდებლო ხარვეზი, ის რომ ასეთი გადაწყვეტილება იქნებოდა, ამიტომაც გამჭვირდოთ ეს წინასწარ და ვინაიდან ჩვენ გვქონდა განათლების სამინისტრო კომუნიკაცია და ეს ხარვეზი ჩასწორდა კანონში, ამიტომ განათლების სამინისტრო გასაჩივრების მექანიზმი არსებობს, გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება 2023 წლის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობას 2023 წლის მდგომარეობით. დღეს რასაც საუბრობს, ეს უკვე დღეს აქტუალური აღარ არის, იმიტომ დღევანდელი კანონმდებლობა სხვანაირად გამოიყურება. ამიტომ გაასაჩივრებს და მოკლე ვადები არის როგორც ვიცი და იმედი მაქვს, რომ
ამის შედეგად ეს ყველაფერი უკვე გაუბრუნდება პირველად მდგომარეობას, თუმცა კიდევ ერთხელ არანაირი პრაქტიკული გავლენა ამას სტუდენტებზე, დიპლომებზე თუ ასე შემდეგ არ აქვს, იმ ჩასწრებს საერთოდ არ ვიყავით, როდესაც დიპლომები უკვე დიდი ხანია აღიარებული არის ჩვენი ევროპაში. უკვე ცნობილია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გაასაჩივრებს. მადლობა, ეს ლევან ფანცხავა იყო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ დიპლომებისა და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან ECHAR-ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავლენა არ აქვს. ცენტრი გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. ECHAR-ს ექნება 60 დღე, 2 თვე. ეს პროცედურა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ECHAR-ის არანაირი გავლენა არ აქვს, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, დიპლომების აღიარების და კვალიფიკაციების აღიარების საკითხთან, როგორც 2019 წლამდე იყო საქართველოში გაცემული დიპლომები აღიარებული საერთაშორისო დონეზე, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, ისევ იმგვარად იქნება აღიარებული კვლავ ჩვენი დიპლომები. გეგმავთ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ამისთვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს 20 დღიანი ვადა და შემდეგ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები 60 დღის ვადაში განიხილავენ ჩვენს საჩივარს. ახლა კი გავეცნოთ უცხოეთის სიახლეებს. ვითარება უცვლელია უკრაინაში. ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ხარკოვზე. შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. რუსები თავს დაესხნენ ხერსონის ოლქსაც, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ოკუპანტებმა დრონით იერიში ზაპოროჟიეს ოლქსაც მიიტანეს. არიან დაღუპულები და დაშავებულები. უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 57 დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. პარალელურად დრონებით თავდასხმის შედეგად ყაზანში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თათრეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული დრონები გაანადგურეს. დღეს ჩვენ დიპლომატიურ გუნდთან ერთად დავასრულეთ უკრაინის ახალი ელჩების სიის ფორმირება. მე მივიღე 30-ზე მეტი გადაწყვეტილება. განკარგულებები მალე ოფიციალური გახდება დიპლომატიური პროცედურების შესაბამისად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს. როგორი იქნება ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით? დონალდ ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვს თავდაცვითი ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე გაზარდონ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. გარდა ამისა, გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის არჩეული პრეზიდენტი სავარაუდოდ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გეგმავს. ნატოს ამჟამინდელი სამიზნე თავდაცვითი ხარჯებისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% შეადგენს. ტრამპმა კი არაერთხელ მოუწოდა ალიანსს ამ თანხის გაზრდისკენ. ჰუსიტების მიერ გაშვებული რაკეტა თელ-ავივის საჯარო პარკში აფეთქდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტის გამო დღეს დილით განგაშის ხმა მთელ ცენტრალურ ისრაელში ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით რაკეტის განადგურების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ფონ დერ ლაიენის კომისიას ძლიერი მრჩეველები ხელმძღვანელობენ. ამის შესახებ ევროკავშირის გამჭვირვალობის ხელმძღვანელი აცხადებს. ემილი ორეილი ამბობს, რომ ის არასოდეს იყო მშვიდად პრეზიდენტის კაბინეტის წევრებთან, რომლებიც ინტელექტუალური ადამიანები არიან, მაგრამ არ არჩეულები. მან განაცხადა, რომ გაუმჭვირვალობა დროთა განმავლობაში მხოლოდ გაუარესდა. ორეილი, რომელიც თანამდებობას თებერვალში ტოვებს, თქვა, რომ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში იგი არასოდეს შეხვედრია ფონ დერ ლაიენს და არასოდეს გრძნობდა თავს მშვიდად ძლიერ მრჩეველთან, რომელიც მისივე თქმით ზის კომისიის პრეზიდენტის კაბინეტში. ევროკავშირი 2024 წელს რუსული გაზის რეკორდული მოცულობის იმპორტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს. რუსული თხევადი ბუნებრივი გაზის იმპორტი ევროკავშირში წელს რეკორდულ დონეს აღწევს, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკი ცდილობს შეამციროს გაზზე დამოკიდებულება ქვეყნიდან მოსკოვის უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ.
თუ ვინმე აპირებს ხელი შეუშალოს გაზის ტრანზიტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, თუ ვინმე აპირებს მიაყენოს უზარმაზარი ეკონომიკური ზიანი ევროკავშირს, ეს არის პრეზიდენტი ზელენსკი, განაცხადა რობერტ ფიცომ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების ერთდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მას აქვს ნერვიულობის უფლება. მე არ ვისურვებდი მის ადგილზე ვიყო, რადგან მისი ქვეყანა იტანჯება და ზინა მან. სკანდალში გახვეული მოსამართლის შეწყალებისთვის ბაიდენის მიმართ მოსახლეობას უკმაყოფილება აქვს. საქმე ეხება პენსილვანიის ყოფილ მოსამართლის მაიკ კონაჰანს, რომელსაც 17 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მას ბრალი 3 მილიონამდე თანხის უკანონოდ აღებაში ედებოდა. ბრალდების თანახმად მოსამართლემ ეს თანხა 2300-ზე მეტი დაკავებული არასრულწლოვნის კერძო ცენტრებში გაგზავნის სანაცვლოდ მიიღო. კონაჰანი ციხიდან 2020 წელს გაათავისუფლეს COVID პანდემიის გამო, ის შინაპატიმრობაში უნდა ყოფილიყო 2026 წლამდე, თუმცა ამერიკის მოქმედა პრეზიდენტმა მოსამართლე 2 დღის წინ შეიწყალა. გერმანიაში მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ინფორმაციას გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. დაშავებულთა რაოდენობა 200-ზე მეტ შეადგენს. 41 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 20 დეკემბრის ღამეს საშობაო ბაზრობაზე მანქანა შევარდა, დანაშაულის მოტივი უცნობია ამ დრომდე. საუდის არაბეთის მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციამ დანაშაულის ადგილზევე დააკავა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მომხდარის გამო დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვებით ვართ დაღუპულთა ოჯახებთან. საქართველოს სოლიდარობას უცხადებს გერმანიას, ნათქვამია საქართველოს სამძიმრის წერილში. ჟურნალისტ და პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ჩვენი კოლეგა ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. გიორგი ლაფერაშვილის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე. ბაკურიანში სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი დასრულდა. ტურნირში 20-მდე ქვეყნის 90-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულები დუალ მოგულის დისციპლინაში გამოვიდნენ. ძალიან კარგი და რთული შეჯიბრი იყო. გუშინდელი შედეგის მიუხედავად ბევრი ვიმუშავე და პირველ ადგილზე გასვლა შევძელი. მახარებს ეს წარმატება. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მოგულის დისციპლინაში ძალიან კარგი და ძლიერი შეჯიბრი შედგა. ყველაზე გრძელი ტრასის მიუხედავად ათლეტებმა ლამაზი და საინტერესო გამოსვლები აჩვენეს. მოგულის დისციპლინა პირველად იქნება ოლიმპიადაზე, რაც სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია. რაც შეეხება ბაკურიანს, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ასეთი ტურნირების ჩასატარებლად. ყოველთვის მიხარია აქ დაბრუნება. ორივე საფინალო დღე დასრულებულია მოგულსის და დუალ მოგულსის დისციპლინაში. ეს არის სეზონზე პირველი მსოფლიო თასი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ვალდებულება არის მუდმივი კალენდარი, სწორედ რომელიც მოვიპოვეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმატებულად ჩატარებული ჩემპიონატის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ასევე გუდაორში სკიკროს და სნოუბორდ კროსის დისციპლინას, რომელიც გაიმართება მარტის პირველ კვირაში და მეორე კვირაში. რუსთავში კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. 1948 წელს აშენებული შენობა რესტავრაციის შემდეგ არქიტექტურულ სტილს შეინარჩუნებს. პროექტის მიხედვით დაგეგმილია საკონცერტო დარბაზის მოწყობა თანამედროვე სისტემით. რესტავრაციის შემდეგ უფუნქციოდ დარჩენილი ძველი შენობის ადგილზე თანამედროვე მუსიკალური ლაბორატორია შეიქმნება. პროექტს, რომელსაც დღეს რუსთავში ვახორციელებთ, მერიის გუნდი არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, შენობა, რომელიც უფუნქციო იყო ათწლეულების განმავლობაში რეაბილიტაციის შემდეგ და იმ ახალი კონცეფციის შემდეგ, რომელიც ჩვენს მიერ არის შემუშავებული, იქნება ჩართული ქალაქის ცხოვრებაში და დაუბრუნდება უკვე განახლებული ახალი სერვისებით, ყველა იმ თანამედროვე მიდგომით, რომელიც სჭირდება კულტურის და სახელოვნებო სფეროში ჩართულ ადამიანებს.
რუსთავის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დაწყებულია და ჩვენი გუნდი ვაცხადებთ, რომ ახალგაზრდებზე ზრუნვა და მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა განსაკუთრებულ ხასიათს და განსაკუთრებულ პრიორიტეტს ატარებს და პროექტის დასრულებისათვის, რომელიც დაახლოებით 1 წლის ვადაში იქნება, რუსთავი შეიძენს სრულიად ახალ, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და კულტურული ცხოვრებისათვის ერთ-ერთ განსაკუთრებულ მიზიდულობის ახალ ცენტრს. ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები დაიწყო. ახალი წლის დღეები 63 ქალაქში აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვები და საბავშვო გასართობის სივრცეები. რამდენიმე მუნიციპალიტეტში დღეს ნაძვის დღე ერთდროულად აინთება. ღონისძიებები უკვე დაწყებულია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. აქტიურად ვემზადებით საახალწლო კონცერტისთვის, რომელიც გაიმართება ნინოწმინდის ჰაიოს ქართლოს პარკში. ყველას გიწვევთ ჰაიოს ქართლოს პარკში, რათა აღვნიშნოთ, ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი და ავანთოთ მთავარი ნაძვის ხე. პატარებისთვის, ბავშვებისთვის ანიმაციები და ზღაპრის გმირები მოამზადებენ საინტერესო პროგრამას, ხოლო საღამოსკენ გაიმართება საინტერესო კონცერტი. საახალწლო ღონისძიებები დაიწყო ქუთაისშიც. ახალი წლის დღეების ფარგლებში მთავარ მოედანზე საშობაო ბაზრობა მოიწყო. განთავსდა გასართობის სივრცეები ბავშვებისთვის. საღამოს დაგეგმილია ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება. ღონისძიება გალა კონცერტით უნდა დასრულდეს. დღეს ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ავანთებთ ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციით დღეს მოწყობილი არის მოედანზე ბავშვთა გასართობის სივრცეები, გამოსული არიან მეწარმეები და ვეპატიჟებით ჩვენ თანამოქალაქეებს, თავიანთ ბავშვებთან, შვილიშვილებთან ერთად მოვიდნენ და ტრადიციულად შეხვდნენ ახალი წლის ლამაზ დღეებს. მთელი დღის განმავლობაში იქნება გართობა, მუსიკა, ბავშვებისათვის შექმნილი არის გასართობის სივრცეები. მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები, რადგან ჩემი პროდუქტი უფრო ცნობილი გახდეს არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახალი წელი ჩემთვის იგივდება და ჩემი ოჯახისთვის, რაც ახალი შემომტანი, ახალი მიზნების დასახვისთვის, მინდა უსურვო ჩვენ ერთს, რომ მშვიდობა ყოფილიყოს მთელ ქვეყანაში. ახალი ეტაპი რუსთავი 2-ისთვის. ტელეკომპანია სრულად იმაუწყებლებს ზურაბ ანჯაფალიძის 5 ნომრიდან. რუსთავი 2 ემშვიდობება ისტორიულ სივრცეს, თელისის შენობას, სადაც წლების განმავლობაში ტელეკომპანიის საეთერო ფუნქციონირებდა. რუსთავი 2 ახალ ეტაპს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებით და სრულად განახლებული ტექნიკით იწყებს. სტუდია იყო ამ ოფისში და საეთერო მთელი ავტომატიზაციის სისტემა, სერვერები, არქივი, ფიზიკურად არქივი სადაც არის ეს მოცულობები, ყველაფერი დარჩა ძველ ოფისში. ისტორიული დღე არის, იმიტომ რომ 27 წლის ისტორია დელისის ოფისთან თავდება და იწყება ახალი ისტორია, უკვე მთლიანად მთელი რუსთავი 2 იქნება ამ შენობაში, რომელშიც უკვე 12 წელზე მეტი არის, რაც ვართ. 24 წელია ამ შენობაში მუშაობ. ერთიანი გუნდი ვიყავით და გუნდი ერთი ვართ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ახალი შენობა როცა შევიძინეთ, აქ აპარატურა დამონტაჟებული იყო, გაწყობილი იყო ყველაფერი და იმის გადატანა შეიქმნა პრობლემა და ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რომ საეთერო 3 კილომეტრი დაშორებული იყო ცენტრალურ გუნდია თუ მთავარ ოფისს. ბევრჯერ იყო მცდელობა, რომ გადავსულიყავით და 13 წლიანი განშორების შემდეგ ერთი გუნდი გახდება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. კურიერი პირდაპირ ეთერში დაბრუნდება 6 საათზე. დღის ყველა მნიშვნელოვან ამბავს კი გაიცნობით ვებ გვერდზე rustavi2.gi.